ოპოზიცია ანტიქართულ გადაწყვეტილებებს ზეიმობს, ჩრდილიდან გამოვიდნენ რადიკალების მთავარი მოკავშირეები. ნაცები საპროტესტო იდეებს ეძებენ, რადიკალებს მუზებმა უმტყუნეს. საქართველოს დელეგაციის პრინციპულმა გადაწყვეტილებამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერების თაობაზე რადიკალების გეგმა ჩაშალა. ოპოზიცია ჯერ მთავარი ჩანაფიქრით ჩაუვარდა უფლებამოსილების არცნობა, შემდეგი მოულოდნელობა კი მმართველი გუნდის მტკიცე პოზიცია აღმოჩნდა, რომლითაც ქართულმა ოცნებამ ქვეყნის ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვა გადაწყვიტა. კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ახლა მორიგ ფეიქ ისტორიას თხრობენ, რომ ქართული დელეგაცია პასედან ისედაც თითქმის გამოგდებული იყო და რომ ოცნებას სხვა არჩევანი არც ჰქონდა. პარალელურად გამოაშკარავდნენ ანტიქართული კამპანიის მთავარი გმირებიც. უკრაინელმა ჟურნალისტმა აღიარა, რომ რეზოლუციის ტექსტზე ამ ქვეყნის დელეგაციამ ქართულ ოპოზიციონერებთან ერთად იმუშავა. ამით აიხსნება სტრასბურგში უკრაინელი პარლამენტარების თვალშისაცემი აქტიურობაც, განსაკუთრებით ალექსეი გონჩარენკოსი, რომელიც ცოტა ხნის წინ სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით გასეირნებისკენ მოგვიწოდებდა, ახლა კი შეცდომებს ასწორებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩართვა არასდროს სურდა. ცხადია, გონჩარენკომა ყოფილოა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნა, ამას უკავშირდება მისი და მისივე თანამოაზრების ანტიქართული ნაბიჯები და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სამწუხარო მოვლენა, ამით ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ, განმარტა პრემიერ-მინისტრმა. გადაწყვეტილებას გარდაუვალი უწოდა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანი, მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი იქნებოდა იმედგაცრუებული და ვერ გაიგებდა თანხმობას უსამართლო დათქმებზე. მისივე თქმით, ქვეყანა სათამაშო არ არის, სუვერენიტეტის სისხლით არის მოპოვებული და მმართველი გუნდი პირველ რიგში ამას სცემს პატივს. რადიკალთა თავსატეხი კი მუხტის გაცოცხლება. ახლა კრებსითი ნაცმოძრაობის ტოპ-ტვინები მუშაობენ, რა შეიძლება გააკეთონ ეფექტის მისაღწევად. პირველი იდეა ხატია დეკანოიძემ გაახმოვანა. აქციის მონაწილეებს სერბეთის მაგალითის განმეორება შესთავაზა, მოდით მაგისტრალები გადავკეტოთო. უბრალოდ დეკანოიძეს დაავიწყდა, რომ ოპოზიცია მეორე თვეა ამტკიცებს, რომ პროტესტთან საერთო არაფერი აქვს და პროცესი თვითდინებით პარტიების გარეშე მიდის. მეორე იდეა 100 მოშიმშილეზე ნაცმოძრაობის წევრ გია ჯაფარიძეს ეკუთვნის. პრინციპში სააკაშვილის პარტიაში ამის კარგი გამოცდილება აქვთ. ნაცმოძრაობის ბელაც ხან 3 საათიანი, ხარამდენიმე თვიანი შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, რომელიც საბოლოო ჯამში სააკაშვილის ეფექტურ დიეტად დაამახსოვრდა საზოგადოებას. ჯაფარიძის იდეას თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა. ეს ციბრიყვე არ ჩაიდინოთ, ზოგადად ეს კაცი გამორჩეულად ბრიყვი გამოდგა, ცალყურშიც კი არ შეუშვათ. ამ ნაცკლოუნის სასო წარკვეთილი ბოდოაო დაწერა ჩერგოლეიშვილმა. გაუმჭვირვალე მილიონები და პროექტები დეტალური აღწერილობის გარეშე რაში იხარჯება ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულის საზღვარგარეთ. ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში ჰაკერებმა ერთ-ერთი ვებგვერდი გატეხეს და გაასაჯაროეს ინფორმაცია USAID-ის პროგრამების შესახებ. ეს კი სწორედ ის გრანტებია, რომელთა დაფინანსებაც დონალდ ტრამპმა უკვე შეაჩერა. 20 მილიონი სამართლის უზენაესობისთვის, 6 მედიის გაძლიერებისთვის, 3 მილიონზე მეტი სამოქალაქო განათლებაზე, ამ ჩამონათვალს არ ახლავს აუცილებელი აღწერილობა. კონკრეტულად რა აქტივობებში, ტრენინგებსა თუ ღონისძიებებში დაიხარჯება ეს თანხა და ემსახურება თუ არა პროგრამების საჯაროდ გაცხადებულ მიზანს. მით უმეტეს, რომ საუბარია სამოქალაქო აქტივობებში სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების ჩართვაზე. ორგანიზაციის ქართველი წარმომადგენლები განმარტებებს არ აკეთებენ, პასუხს თავს არიდებს ოპოზიცია და ამბობს, რომ ამ თანხებთან კავშირი არ აქვს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პოლიტიკაში შავი ფულის შემოდინების გამო მიიღეს გამჭვირვალობის კანონი, რადგან ამ პროექტების მეშვეობით ფინანსდებოდა ექსტრემისტული ორგანიზაციები, პოლარიზაცია და რევოლუციის არაერთი მცდელობა. ამერიკის საგარეო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილებაზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ შეჩერდება ყველა გრანტი, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევლისა და დესტაბილიზაციისკენ. პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დღეს ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათა შორისი კომისიის მე-14 სხდომა გაიმართა. მთავარი თემები ორი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რეგიონში სტაბილურობას და იმ ეკონომიკური პროგრამების შეეხებოდა, რომლის გაღრმავებასაც ორივე ქვეყანა აპირებს და რომელიც მთავარი პრიორიტეტია. დღეს განხილული იქნა გადამცემი ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხები. საქართველოს ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას, ახლაც მზადაა ხელი შეუწყოს წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა.
განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საქართველო წარმოადგენს მიმზიდველ ქვეყანას სომეხი ინვესტორებისთვის და გასულ წელს სომხურმა ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 40%-ით მოიმატა. სომხეთის პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი იყო გლობალური და რეგიონული გამოწვევების მქონე წელი, საქართველომ და სომხეთმა მაინც შეძლეს ჰარმონიული გადაწყვეტილებების პოვნა. აღნიშნული ცვალებადი გარემოს ფარგლებში შეიქმნა წინაპირობა, რომ სამომავლოდ წარმატება იქნას მიღწეული, ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გააკეთეს მნიშვნელოვან საკითხებზე, განაცხადა სომხეთის პრემიერმა.